ვარ იონი ლომიძე 9 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა კალათბურთი, მუსიკა და ცეკვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს მუსიკა. უკვე 4 წელია ვარ ანსამბლ ეთნოსის წევრი. თავიდანვე ჩემი ძმა შევიდა და ჩემმა ძმამ დაიწყო ფანდურზე დაკვრა, შემდეგ მეც შემიყვარდა და ჩემმა ძმამ მასწავლა ფანდურზე დაკვრა და შემდეგ მეც შევედი. თავიდან ჩემი ძმა დადიოდა ფანდურზე და მან რომ ისწავლა ფანდურზე დაკვრა, რომ დაუკრა ერთხელ მეც მომეწონა და ვისურვემეც შეშვა. ეთნოსში ფანდურსაც უკრავდა მღერი კიდეც. ფანდურზე დაკვრა დავიწყე თავიდან გამიჭირდა აკორდების აღება. იმიტომ რომ მაშინ პატარა ვიყავი, თითებს ვერ ვშლიდი და თან მტკიოდა სანტავიკებს ვიკეთებდი თითებს. მე თანდათან მივეჩვია და ახლა კარგად ვუკრავ. ყველაზე ადვილი იყო ფანდურის დაჭერა და ჩაკურების გაკეთება. ფანდურის გარდა კიდევ ვუკრავ ტამტამს. ტამტამზე დოლივითა ოქროს მონთაჟზე უნდა დაარტყო. ეს შემრგვალია და ეს უნდა დაუკრავ. კიდევ მინდა ვისწავლო სალამურზე დაკვრა. სიმღერა ძალიან მიყვარდა მღერი მეორე ხმას. ჩემი საყვარელი სიმღერა გემი გაცურდა. გემი გაცურდა თეთრი აფრებით კავკასიონზე დაუთოვია მე შენ სიყვარულს ავედევნები როგორც თოლია. ჩემმა ძმამ რომ ფანდური დაუკრა ეს სიმღერა ნახავ YouTube-ზე და რომ შეისწავლა ეს სიმღერა, შემდეგ მეც მასწავლა და იმის მერე შემიყვარდა ეს სიმღერა. ეთნოსში 10 ჯერ მქონდა კონცერტი, სკოლაში 2 ჯერ მქონდა ღონისძიება. ყველაზე უფრო მომეწონა სკოლის პირველი ღონისძიება. იმიტომ რომ მეორე ტურში გადასული მხატვრებიც იყვნენ. ზურათი ცქილაძე იყო ძალიან კარგი მსახიობი და კლასით მორთული იყო და რავი, მომეწონა. ეთნოსში ჩვენი მასწავლებელია ომარ ყურავა. იგი არის ძალიან მხიარული, მზრუნველი, კეთილი და სერიოზული. კიდევ არის ძალიან კარგი მოკეიფი ადამიანი. ასე იმიტომ მგონია რომ ხანდახან ჩვენ გაკვეთილზე არ მოდის, ხან ბენდშია და ალბათ ხან ქეიფობს. ჩემი გეგმაა რომ მთელი ცხოვრება სიმღერაში გავატარო. მე ასევე მიყვარს ცეკვა და 2 წელია ვცეკვავ ანსამბლ ცელულში. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიულური. საყვარელი ლეცია ტრიალი. ვარ კარგი მოცეკვავი და სამ ტრიალსაც ვაკეთებ. საკუთარი ჩოხა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მიხდება. ყველაზე მეტად მიხდება წითელი ჩოხა. ჩემ ქორწილში ვიქნები შალვალ კოსტუმით და აუცილებლად ვისეკვ. წელს რომ მოვიყვან ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქმევ ქეთის, ბარბარეს, ლაზარეს და ილიას. ქეთის და ბარბარეს იმიტომ დავარქმევ, რომ ქეთი არის ჩემი საუკეთესო დამრიგებელი და ბარბარე ჩემი საუკეთესო ნათლია. და ილიას და ლაზარეს იმიტომ რომ ჩემი ძმების სახელებს დავარქმევ ჩემი ძმების პატივცემულოდ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან ბევრ ღონისძიებებზე გავდივარ, ბევრ ადამიანს ვიცნობ კეთილს და გულთბილს და ბავშვების გამო რომ ვერთობი შესვენებებზე სკოლაში და მასწავლებლის გამო. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი ცეცხლაძე, ყველაზე მშვიდია ნუცა პაპიძე, ყველაზე ჭკვიანია მარი ბერიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, ბედნიერი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ქეთი გოგაძე. ქეთი მასწავლებელი არის ძალიან გულთბილი, კეთილი, მზრუნველი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მეზღვაური. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. სპაიდერმენობა იმიტომ გადავიფიქრე, რომ სპაიდერმენი ვერ გავხდებოდი მაინც და ტყუილ უნდა მივოცნები. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 ძმა და 1 და. კიდევ მინდა მყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 11 წლის და ქვია ლაზარე. ის არის კეთილი, მზრუნველი. ხანდახან ვჩხუბობთ კიდე. მე და ჩემი ძმა ვერძლებთ ერთმანეთის გარეშე. ის არის გულთბილი და მოსიყვარული. ჩემი აზრით ლაზარე რომ გაიზრდება, გამოვა ფეხბურთელი. ჩემი და არის 5 წლის და ქვია მართა.
მართა არის ძალიან ლამაზი, პრანჭია და ცერგი. მართა გაიზრდება, ალბათ გამოვა სალონისტი. მეორე ძმა არის 11 თვის და ქვია ილია. ილია არის მოუსვენარი, ჩქარი, ხიარული და ცოტა ცერგით კიდე. ილია ალბათ გამოვა კალათბურთელი. მე შეურჩევდი კალათბურთელის გულს. მამიკო არის კეთილი, მზრუნველი, მშრომელი და ჩემსავით სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, მშვენიერი, გულთბილი, კეთილი და მოსიყვარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი დედიკო აკეთებს ყველაზე გემრიელ აჭარულ ხაჭაპურებს. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს გემრიელ და ტკბილ კექსებს. კითხვა ძალიან მიყვარს, მე წაკითხული მაქვს სოფია ბარშოვას კაქტუსო აფრიკაში და ჩვენ კლასში სოფია ბარშოვა მოდის 30 მაისს მწერალი. კიდევ მაქვს სატკბილეთის ქვეყანა წაკითხული. კიდევ ბევრი წიგნი მაქვს დაწყებული, მაგრამ არ მაქვს დამთავრებული. ჩემი საყვარელი წიგნია დოგმენი. კითხვა იმიტომაა საჭირო ადამიანისთვის, რომ გახდეს ჭკვიანი და ტელეფონს თუ ითამაშებს, ვერც სამსახურში შოვის და არც ფული არ ექნება. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავცნობოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5 1 ტერაბაიტზე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია კალათბურთი. კალათბურთზე დავდიოდი 1 წელი, მაგრამ დრო რომ მქონდა და გაკვეთილებს რომ არ ვასწრებდი, გამოვა. ძალიან დამწყლებული და შეიძლება ისევ შევიდეთ. ჩემი საყვარელი კალათბურთელია LeBron James. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 51 ნომრით. ბედნიერი არის სიკეთის გაკეთება, ოჯახის სიყვარული და ლამაზი შეყვარებული. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.